ფეხს კეთდება და არ იხსნება, ხო? ერთჯერადად იკვრება. ხო. და თავისი დრო გაიხსნას რა ხდება? თავის თუ გაიხსნა, აუცილებლად ექსპერტი დაუტარდება ჩვენთან, შესაბამისად ანუ. აი, კარგით, აი გამიკეთეთ, ეხლა თქვენ მე ფეხის კიდურზე როგორც ამბობთ, ხო? და წახვედით. და ამის 3 საათზე გაიხსნა, რა ხდება? მოვდივართ ადგილზე, შესაბამისად. ხო, როგორ მოხდა ეს რაღაც გატყობინეთ, ხო? მოხოთ სტუმრად 3 საათზე გლავა. გამოწინას არ დიახ. ასევე მისაღებელთან კავშირი, იმერმოსოფლოს მონიტორინგის ცენტრში, სადაც 24 საათის განმავლობაში მუშაობს მონიტორინგის, ასევე ჩვენს გვაქვს უფლება მოვცინებლა რომ უკაცრავ თავარი თემის აუხსნათ კონკრეტულად რაც გულისხმობს მონიტორინგი ვინაიდან განჩინებაში არის ანუ ეს გულისხმობს მხოლოდ სახლის პერიმეტრიდან გასვლის და შემოსვლის კონტროლს ან ის მაგალითად თბილისის მასშტაბით ან სად გადაადგილდება GPR-ის სად ეს ამას არ ახორციელებს. ტექნიკურად ბაზას აქვს შესაძლებლობა, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ ხორციელდება მონიტორინგი იმის შესახებ, რაც ხდება საცხოვრებელის გასვლა და შემოსვლა. ეს აბა, საცხოვრებელ სახლში რაც ხდება იმას აკონტროლებს? გასვლა და შემოსვლა. დიახ. ანუ ჩვენ ხონდა ვიცოდეთ თუ ის არის ყოფება თუ არა სახლში. დიახ. ის ვისი გამოიწევს. და ის ანუ ეს რო დაენდება ჩვენ ფეხის კიდურზე ის სამი მანქანა სუსით არ იდევა და ის სამი ხელზე რო გავაკეთე ძალიან დიდი ფეხზე შეერთო ხელზე ხელზე აბსოლუტურად არ არის ხელზე რო გავაკეთო შეიძლება თან მithumetes ახლა კიდური ამას თითქმის ბევრი ხელზე იყო ზანიშულობა ჯობია კანონით აბსოლუტურად არ არის და შეგვიძლია თან გავაკეთო ხელის ფეხებით არა მა ხელის ფეხებით არა რა თქმა უნდა ხელზე ჯობია ხელზე ჯობია და ჩვენი და მარჯვენა ხელზე და ესე ჩვენი აი ეს სანდრო დაინახა სამოსახლოში. უყვიდა. პირველი გაწიე მიკროფონი. მოიწევ ყოველდღე. აუ ეს ოდნავ ჩამოიწევს შეიძლება. ეს შემოდიხარ ზარეთში. ცოტა რო ისა რა. აუ ძალიან შედის. ცოტა უგონდა არა რა. მაგის შეიძლება ჩვენო. ჩავჩვენე ბავშვი. iPhone Watch-ი ასუხო. რა მიერა არაფერ ზეზას არის ნიკა არის კონტაქტი